პირველი ტრავმა გახსოვს როდის მიიღე და პირველი ტრავმა, პირველი სერიოზული ისეთი მტკივნეულია, ფიზიკურად მტკივნეული ტრავმა მახსოვს, ეგეც მუხლზე იყო. პატარძეულის ვებხვებს აქვს მოედანი პატარძეულში. და იქ მომივიდა არმას ვეთამაშებოდი და მოკლედ აი მუხლზე რაღაცა მაშინ აღმოჩნდა რომ მენისკი დავიზიანე და ეგ იყო პირველი ისეთი ტრავმა რამაც შემაშინა ძალიან მაგრამ მეტკინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნაიარევიც დაგიტოვა ერთმა ტრავმამ ხო სახეზე? სახეზე მოხდა რაღაცეები ჩემ კარიერაში. მადლობა ღმერთს ისეთი სავალალო არ იყო რომ აი გავჩერებულიყავი ან ვერ მეთამაშა. ძირითადად ნუ გაგისკდება იკერავ. იღა ამბობს პორტუგალიასთან გამისკდა ეს ქუთუთო გამიკერეს ისეთი არაფერი რა. ხო, მაგრამ შრამების თავის ისტორიას ტოვებს. ხო, ნუ თუ ხო, რა სარკეშო ჩაიხედები, ყველა შრამი გახსოვს რა, სად მიიღე. ნუ პირველი ხუთი ყოველ შემთხვევაში და მე უკვე თუმცა იყო სერიოზული ტრავმებიც, ხო? ანუ ისეთი სერიოზული, რომელმაც შეგაფერხა გარკვეული პერიოდი. კი, გასულ პერიოდი, ანუ ისეთი საკმაოდ დიდი ხანი. მუხლების ტრავმა მქონდა ერთ ფეხზე მომივიდა. ჯვარადინი გამიწყდა საფრანგეთში, რთული ტრავმა არის. ნუ ოპერაცია გავიკეთე, რეაბილიტაცია გავიარე, სხვა შორის ჩემი პირველი თამაში მაშინ რო დავბრუნდი იყო იტალიასთან, ჯერ კიდე იტალიაში. და მაგის მერე მსოფლიოსთვის ვემზადებოდით 2019-ისთვის. კარგად მიდიოდა ყველაფერი, ძალიან კაი ფორმაში ვიყავი და მსოფლიოზე წასვლის წინ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ თამაშზე ლოკომოტივზე ქონდა თამაში საუთერ კინგსი არის სამხრეთ აფრიკის გუნდი. და მაგათთან თამაშზე საერთოდ უწყინარ სიტუაციაში მეორე ფეხზე გამიწყდა ჯვარედინი ეგრე იცის ხოლმე რა როგორც ჩანს და სოფლიო ჩემპიონატი მე გაწყვეტილი მყესით ვითამაშე, მოკლედ წვალება მე რო ჩამოვედი გავიკეთე ოპერაცია და ნუ აი ხა უკვე წყობში ვარ, მაგრამ მაგ ოპერაციების გამო საბოლოო ჯამში დაახლოებით 3 წლამდე გამიცდა რა 2 წელიწად ნახევარი. და ეს ტრამვირებული გახვედი მოედანზე. გარისკე ხო? რისკია. ერთგვარი იმისა რომ ჯანმრთელობასაც დებს ასორზე და იმასაც რომ შეიძლება ამ ტრამვირებული ფეხით თამაში შედეგად საერთოდ მაგ პერიოდში იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სოფლიო ჩემპიონატი და იმდენად მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის და ასე შემდეგ თანახმა ვიყავი რა ფაქტიურად ხელს ვაწერდი იმაზე რომ ნებისმიერ თამაშზე შეიძლება კარიერა დამემთავრებინა იმიტომ რომ გაწყვეტილი ჯვარედინით უკვე შეიძლება რაღაცა ისეთი იმდენად დაიზიანო მთლიანი მუხლი რომ ფიზიკურად ვეღარ აღდგეს რა რაც არ უნდა მაგარ ქირურგებში და ექიმებში გქონდეს ოპერაცია გაკეთებული. მე ხო ნუ მაგ რისკზე წავედი და მზად ვიყავი მენტალურად, კი არ ვიძახი რომ ეგრე მომივიდო და იყო მაგის შანსი რომ ეგეთი რამე მომხდარიყო, მაგრამ მწვრთნელებიც ცოტა უარზე იყვნენ, რისკი იყო ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნი და თავისთავად იმათაც თუ გაწყობდათ რომ მე ეგეთ კონდიციაში მეთამაშა საბოლოო ჯამში მაგაზე შევთანხმდი და ნუ ტკივილი, კითხო თუ აღარ კითხო, ტკივილი არ ქონდა ესე დაზიანებული ფეხით როცა გიწევს, მთელი ენერგიით შეძლებადი იყო ტკივილი გოგო არ ქონდა, მაგრამ ნუ შეძლებადი იყო რა, აი ფიზიკურად შემეძლო რომ გამეკეთებინა და იმ ტკივილს რაც იყო, იმას უძლებდი ხა ტკივილი მქონდა, მაგრამ ნუ გაძლებადით კი ხანისი არის რომ ფიზიკურად ვერ უძლებს ორგანიზმი რა არ შეგილია და ეს გაძლებადი ტკივილი იყო, მაგრამ ლიმიტზე რა ცოტაც და ვეღარ გაუძლებდი. აი ეს პაუზის 3 წლამდე პერიოდი, როდესაც აქტიურად ვეღარ თამაშობდი, ხო? ეს იყო თავიდან 9 თვე, მე ვითამაშე ნახევარ წელზე ოდნავ მეტი და მე უკვე აი წელიწად ნახევარი თითქმის. ბოლომდე ჯანმრთელობა ჩვენ არ გვექვემდებარება და არ იცი, ხო? აღდგება ფორმაში მოვა, ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე და ასე შემდეგ. მართლა რეალურად აი ცივი გონებით, არა ცხელი გონებით ფიქრობდი იმაზე რომ შეიძლება რაგბი აღარ გაგრძელებინა? მაგ პერიოდში სანამ რეაბილიტაციას გავდიოდი არ ვფიქრობდი, მაგრამ ვფიქრობდი იმას, რომ თუ რეაბილიტაციას კარგად არ გავივლიდი და იგივე რამე დამემართებოდა, ისე რომელიმე ფეხს დავიზიანებდი, მაშინ ჩემი რაგბი დამთავრებული იყო ყველა, მაგას ვაანალიზებდი, მაგრამ იმდენად საქმეში ვიყავი ჩართული ამ რეაბილიტაციის ამბავში, რომ მაშინ არ დამიშვია, რომ შეიძლება რეაბილიტაცია ვერ გავიარო და ამიტომ რაგბს თავი დავანებო, ეგ არ მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ ის იყო რომ ხო, თავისთავად. მაგას თუ დაუშვებ და აი მაგ ფიქრებში თუ ხარ, როგორც წესი, ჩემი აზრით შეიძლება ვწდები, მაგრამ ჩემი აზრით უკვე ვეღარ ბრუნდები ისე, როგორც შეიძლება რომ დაბრუნდები.